რადიო აჯარა წარმოგიდგენთ. აჯარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროექტს საზოგადოების ხმა. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, არჩევნები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობის განვითარება. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე რადიო აჯარის პირდაპირ ეთერში FM 104.5-ზე გადაცემა საზოგადოების ხმა. FM 104.5. ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. საღამო მშვიდობისა რადიო მსმენელებო, დღეს ოთხშაბათია და უკვე ტრადიციულად 15 წუთიდან 40 წუთის განმავლობაში დიაპაზონზე FM 104.5-ზე ეთერშია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პროექტი საზოგადოების ხმა. ამ საღამოს ეთერში თქვენთვის იმუშავებენ სამოქალაქო კლუბ პირველების ლიდერი ანი პერდაია და ხმის ოპერატორი ქეთი ნაცვლიშვილი. ჩვენი დღევანდელი გადაცემა იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და მისი მთავარი პროექტის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შესახებ. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ აღნიშნულ პროექტზე და იმ შედეგებზე, რაც ამ პროექტმა მოუტანა სკოლებსა და საზოგადოებას. მოწვეული სტუმრები კი იქნებიან ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი ბატონი გიორგი ქებულაძე, საერო ელიტარული სკოლა გორდას დირექტორი ქალბატონი ნინო მურვანიძე და ბათუმის მეორე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქალბატონი მარიანა გლარამია. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ აქტუალურ მოქალაქეობაზე და იმ წარმატებულ ინიციატივებზე, რაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა აჭარის რეგიონში. რადიო მსმენელებო, თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვა ან გსურთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დაგიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 27 53 91. მოგესალმებით და პირველი კითხვით ბატონ გიორგისთან გადავალთ. ბატონო გიორგი, გთხოვთ გვესაუბროთ აღნიშნული პროგრამის შესახებ. მოგესალმებით, პირველ რიგში უღრმესი მადლობა ესეთ საინტერესო პროექტისთვის. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. მას ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ადრე ცნობილი როგორც პროექტი ჰარმონია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია გაამჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. რათა მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლის პრაქტიკულ საქმიანობაში აქტიურად გამოყენება და აქტიურად ჩართულები იყვნენ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში. ამჟამად სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა მთელ საქართველოს მასშტაბით 800-მდე სკოლასთან თანამშრომლობს. ზემოაღნიშნული პროგრამას ჩვენს რეგიონში, ანუ აჭარაში ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი. პროგრამის ფარგლებში აჭარაში შეიქმნა და ფუნქციონირებს 65-მდე სასკოლო სამოქალაქო კლუბი, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა, აქტუალური პრობლემების ირგვლივ ადვოკატირება, სოციალური მედიის გამოყენება ქალაქსა თუ თემში არსებული პრობლემების ირგვლივ, ჯანსაღი ცხოვრების სტილის პროპაგანდა და სხვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე მუშაობა. გარდა ამისა, მოსწავლეებსა და პედაგოგებს უტარდება ტრენინგ კურსები, სემინარები, ასევე შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო პროექტებში, სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალურ ბანაკებსა და სხვა მრავალი ტიპის ღონისძიებაში. ქალბატონი მაინტერესებს, რამდენი წელია რაც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას იცნობთ და როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა თქვენ სკოლაში ამ პროგრამაში მონაწილეობის შემდგომ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. 2010 წლიდან არის სკოლა ჩართული აქტიურად ამ პროგრამაში, ფაქტობრივად იმ თვალსაჩინო შეიქმნა კლუბი. და ამ 3 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამეა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, ყოველსა რომ ჩამოყალიბდნენ როგორც აქტიური მოქალაქეები, მიზნად აისახეს ყოფილიყნენ ამ ქვეყნის აქტიური აღმშენებლები და ფაქტობრივად ყველა წამოწყება, რაც კი კლუბის ინიციატივით ხორციელდება, სწორედ დამსახურება არის ამ პროგრამის. მადლობთ, ქალბატონი მარიანა, როდის შეიქმნა თქვენ სკოლაში სამოქალაქო კლუბი და როგორ შეაფასებთ კლუბის საქმიანობას? მოგესალმებით, რა თქმა უნდა და მივესალმებით თქვენს აქტიურ მსმენელებსაც. ჩვენი კლუბი, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ბალავარი, შეიქმნა 2011 წლის 23 მარტს. ლოზუნგით წარსულის გამოძახილი წინ მომავლისაკენ, რა თქმა უნდა, თვითონ პარტნიორი ორგანიზაცია USAID და PH International, მაგრამ შევეცადეთ, რომ ჩვენ გარკვეულწილად მაინც ქართველები ვარ და არ მოვწოდილიყავით ქართულ ფერს, ქართულ ძირს და ამიტომ ყველაფერს, რასაც ვახორციელებ,
და აუცილებლად ვახორციელებთ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე. კლუბი საკმაოდ აქტიურია და არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა არა მხოლოდ იმ ღონისძიებებში, რომელიც თვითონ პროგრამის მიერ არის ორგანიზებული, არამედ ჩვენი ინიციატივაც ძალიან ბევრი ღონისძიება შედგა და ბავშვები საკმაოდ აქტიურები არიან და აი ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ბათუმში ქალბატონი მაია ქათამაძე და რომარა მისი ძალისხმევა და იმ ძალიან დიდი და ძლიერი და დაუღალავი გუნდის თანადგომა, რომელსაც წარმოადგენს იქ მყოფი ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ჩვენი კლუბები ალბათ ვერ იქნებოდა სათანადოდ ესეთი ძლიერი, იმიტომ რომ გაერთიან რომ მუშაობ, მაგრამ აუცილებელია თანადგომა და დახმარება. ამავე დროს გვეხმარება ის დახმარება სახელმძღვანელოებიც კლუბის გააქტიურებაში და საკმაოდ შედეგიანია არა მარტო ჩვენი კლუბისთვის, არამედ სხვა დანარჩენი კლუბებისთვის ის ყველა წარმატება, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში შეხვედრებზე, ფორუმებზე და შუალედურ შეხვედრებზე არის გაშხერებული და ეს ყველაფერი საკმაოდ აქტიურ მოქალაქეებს ავლენს არა მარტო კლუბის წევრების სახით, არამედ სხვა დანარჩენი ადამიანების თანადგომითა და უშუალო ხელშეწყობით. ქალბატონი რამდენად აქტიურად და რა სახით თანამშრომლობენ სამოქალაქო კლუბების სკოლის დირექციასთან? ძალიან აქტიურ თანამშრომლობა გვაჩნია, შეიძლება ითქვას ურთიერთ თანამშრომლობა. ფაქტობრივად და სკოლაში ხდება ახალი ასასყორო ცხოვრებაში, განათლების სისტემაში ყველაფერი ძირითადად კლუბის ძალისხმევაზე დამოკიდებული. Დემდენად გადამდებისენი აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად თითქმის არა მარტო ბოლო საფეხურის მოსწავლეს, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეს უნდა ჩართვა. ესენი არიან ჩვენი ყველაზე აქტიური პარტნიორი, ისე როგორც ჩვენად მათი ძალიან დიდი ხელშემწყობები, როგორც ფინანსურად, მატერიალურად, ასე ადამიანურ რესურსები და ძალიან გვიხარია, რომ ეს პროგრამა ხორციელდება საქართველოში. ვინაიდან ჩვენი მოსწავლეები მიეჩვენ როგორ ძნელი არის მართვა და როგორ შეიძლება მართებულ შექმნილ სიტუაციაში თავის დაღწევა იგივე კარგად ჩამოყალიბებული გუნდის მეშვეობით. ქალბატონი მადანა, გთხოვთ გვიამბოთ თქვენი სამოქალაქო კლუბის რომელიმე ინიციატივის შესახებ. საკმაოდ მეორე ინიციატივა გვაქვს. არა იმკინე რა თქმა უნდა, როგორც ქალბატონ ნინო ურბანიძის სამოქალაქო კლუბ გორდას გააჩნია, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ძალიან ბევრი მათგანით ვიამაყოთ, იმიტომ რომ ძალიან პირველი ინიციატივა დაგვიკროვდა, თუნდაც სტომატოლოგიური მომსახურება, რომელიც გაუწევთ მცირე საოჯახო ტიპის აღსაზრდელებს სტომატოლოგიურ კლინიკაში, ელდენტში, ასევე საქველმოქმედო აქცია თავდაყირა ესეთი გასართობი ცენტრი არის და უშუალო თანადგომით მოხერხდა საახალწლო თანამშრომლებისათვის კარნავალის მოწყობა და საკმაოდ ლამაზი იყო. რასად როდის მთელი აჭარის მასშტაბით, თუნდაც გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სიგარეტის არ მიყიდვის თაობაზე, მაგრამ განსაკუთრებულად გამოვყოფდი ფრთხილად მატარებელია ესეთ აქციას, რომელიც გაიმართა უშუალოდ 2013 წლის იანვარში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით და ჩვენ დაუკავშირეთ საქართველოს რკინიგზის დასავლეთ საქართველოს სალიანდაკო სამმართველოს თანამშრომელს და ხელმძღვანელს, რომელიც გახლდათ ლევან ჩავლეიშვილი, რომელმაც თანადგომა გამოგვიცხადა და ეგრეთ წოდებული მანთაშევის გადასასვლელზე მოხდა ჩვენი მოსწავლეების მიერ ერთგვარი გაკონტროლება აი ამ გზისა, სადაც ბავშვებმა მოირგეს რეკვიზიტები, რომლებმაც გაცილებით უფრო ეფექტური შედეგი გამოიღეს. ძალიან ამავე დროს გადავიღეთ ფილმი, რომელიც არა მხოლოდ დამზადდა როგორც ფილმის სახით, არამედ ვიდეორგოლით და დაარიგდა ფლაიერები. ამას საკმაოდ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, როდესაც აიტვირთა ეს შესაბამისად კლუბის ვებგვერდზე, აიტვირთა ბლოგზე და შესაბამის სოციალურ ქსელებში ჩვენ გამოგვეხმაურენ საფრანგეთიდან მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ესეთ საკითხებზე, დაგვიკავშირდნენ და პარტნიორობა შემოგთავაზეთ. თბილისიდანაც დაგვიკავშირდა ესეთი ორგანიზაცია პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის. გელაკვაშილავა, რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე საათის წინ ანალოგიურად დამიკავშირდა და უფრო ქვემოთ მოხდა ტრასთან დაკავშირებით და გაიმართა 10 მაისს საკმაოდ ძალიან დიდი გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც გაეროს მეორე კვირეულზე მთხრეოდა და ეს გახლდათ ზუსტად 10 მაისისათვის, როდესაც გაეროს ინიციატივას გამოეხმაურა და იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში ეს საბჭოთა სივრცეში არის პირველი და თანაც ამავე დროს საქართველოში ჩატარდა და თანაც ამავე დროს ბათუმი იყო გაკონტროლებული სატელიტის საშუალებით და 70 სახელმწიფო ხედავდა აი ამ ყველაფერს თუ როგორ მიმდინარეობდა და როგორ იცოდა ჩვენი აქტიური მოქალაქეები და რომ არა კიდევ ერთხელ აღნიშნავ აჭარის ორგანიზაციის თანადგომა და იმ კლუბის ხელმძღვანელებისა და მეურვეობის თანადგომა ნამდვილად ეს ვერ შედგებოდა და მე ნამდვილად დამაყივარ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდი და გრანდიოზულია და ნამდვილად უნდა დავიცოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩვენად თავად დაცული.
რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაუძვათ კითხვების სტუმრებს, რითაც საჭიროა ტელეფონის ნომერზე 27 53 91. ქალბატონო ნინო, ჩემი კითხვით თქვენთან გადმოვთ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თქვენ სკოლას გადაეცა ტექნიკის გრანტი და ასევე 3 მცირე გრანტი $450 ოდენობით. რა შეიცვალა ამ გრანტების მიღების შემდეგ კლუბის მუშაობაში? ძალიან დიდი მადლობა. თავის ესხები ქალბატონ მადონას პლაგიატებაში აჩვენებთ ალბათ, რომ ყველა ის პროექტი და ის გამარჯვება და წარმატება, რაც სკოლა მოიპოვა პროცესს სკოლის სამოქალაქო კლუბმა დამოკიდებული იყო და განხორციელდა უშუალო თანადგომით ბათუმის ორგანიზაციის ქალბატონი მაიას მეთაურობდა მისი ლამაზად შექმნილი გუნდის მეშვეობით, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ტრენინგები, რომელსაც ეს ცენტრი ამზადებდა და ჩვენ მოსწავლეებს ამზადებდა იმისათვის, როგორ შეიძლება პროექტების წერა, ალბათ არ მოხდებოდა ამდენი გრანტის მოპოვება. ჩვენ გვაქვს 3 თავისთავადი გრანტი, რომელიც უშუალოდ სკოლის მოპოვებული არის მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში და მეოთხე, რომელიც არის უკვე ერთობლივი ფარგლებით და გასწრით აჭარის არეალს და 79 საჯარო სკოლა თბილისის. ეს იყო ძალიან ერთობლივი, კარგი პროექტი. სამივე პროექტი იყო ძალიან აქტუალური. პირველი პროექტი ეძღვნებოდა, ეს იყო პირველი ფაქტურად პროექტი, რასაც შემოვიდა აჭარაში, ეს იყო ახალგაზრდობა და კონფლიქტი და საკმაოდ დიდი არეალი და გამოხმაურება პოვა და იქ ჩავთეთ სხვადასხვა სახის კონფლიქტები და შემუშავდა კოდექსი, როგორ შეიძლება და კონფლიქტის აცილების გზა 10 მცნება და ძალიან სამაგალითო გამოდგას ხვებისთვის შემდეგი პროექტი იყო კამელოტი და მოსალტების მმართველობის გაძლიერების პროგრამას ეძღვნებოდა ბოლო პროექტი ეს ჩვენ რომელიც გავახორციელოთ ეს იყო სკოლა ძალადობის გარეშე და მოგესალმება დღეს ყველაზე აქტიური თემა ერთი თვე ფაქტურად დასრულდა და ბოლო ეტაპი იყო ფლეშმობი როგორ შეიძლება სკოლა აქტურად ჩაერთო არა მარტო ჩვენი სკოლა დამსწრე საზოგადოება და ბაჩვენეთ როგორ შეიძლება მოსწავლეების ხელით გავაკონტროლოთ ოჯახში ძალადობა მოსწავლეების საწინააღმდეგო სკოლაში ძალიან კარგი იყო მწვანე გზა, რომელიც ომის პერიოდში დაზიანებული ბორჯომხარაგავლის ტყეპარკის გაშენებას ეძღვნებოდა თბილისის 79 საჯარო სკოლასთან და ყველაზე მთავარი ეს იყო სრული პაკეტის მიღება მცირე გრანტების კონკურსში და ეს იყო საკმაოდ შრომატევადი გზა გავლილი შეფასდა ყველა ჩვენი აქტივობა და ამ აქტივობის შეფასების და დაჯამების შედეგად მივიღეთ სრული კომპლექტი და ეს შემატა სკოლას ის რომ ფაქტობრივად ჩვენი კლუბი შეიარაღებულია ყველა იმ ტექნიკით რომელიც აუცილებელია ნებისმიერი აქტივობის განსახორციელებად. აქვს ავიანტის საკუთარი კაბინეტი, სადაც ეს მარტო არ არის რელიქვია რომ მიიღეს ნივთი და არ მოიხმარა, პირიქით ეს ეხმარება იმას რომ გამოიყენოს ნებისმიერი აქტივობის დროს. ქალბატონო მადონი, ჩვენ ვიცით რომ თქვენ ბრძანდებით 2012 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგი. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს წოდება და რა გზა გაიარეთ ამ წარმატებამდე? ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმ გუნდს კიდევ ერთხელ გამემეორებდი, რომელიც მუშაობს აჭარაში, ძალიან დიდი თანადგომა რომ არა მათი ნამდვილად ვერ განხორციელდებოდა ყველა ის ინიციატივა, რომელსაც ჰქონდა საკმაოდ დიდი ხელშეწყობა, თუნდაც იმ ტექნიკამ, რომელიც ჩვენ კონკურსის ფარგლებში მივიღეთ, საკმაოდ დაგვეხმარა და საკმაოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და საკმაოდ ძალიან სამოყვო ჩემთვის, რომ მე გავხდი წელს სამოქალაქო განათლების საუკეთესო პედაგოგის ჯილდოს მფლობელი. ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ განმეორდები, იმიტომ რომ საკმაოდ ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა ჩადებული აი ამ ყველაფერში თვითონ ბავშვების მიერ, იმ ახალგაზრდების მიერ, რომელიც ჩემს გვერდით დგანან და თანაც ამავე დროს მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არა იმ კლუბის მეურვეების თანადგომა, რომლებიც ჩვენ ერთი მეორეს ხელს უწყობთ, თუნდაც შეხვედრებზე, როდესაც ვიზიარებთ ერთმანეთის გაკეთებული ნამუშევრების სიახლის, გაცნობის, შემეცნების პერიოდში აუცილებლად ერთი რამ უნდა აღნიშნოს, რომ არა თანადგომა ნამდვილად არაფერი არ გამოვიდოდა და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არა მარტო ჩემი ჯილდოა, არამედ ეს ნამდვილად ეკუთვნის თითოეულ პედაგოგს, თითოეულ მეურვეს, რომელიც მე გვერდით ამომიდგა და ნამდვილად იმ ყველა მოსწავლეს, რომელიც აი ამ ინიციატივების განხორციელებაში საკმაოდ აქტიურები არიან. ეხლა კი მინდა რომ საერთო კითხვა დავისვათ, როგორ შეაფასებთ პროგრამის ფარგლებში გაწეულ სამუშაოს დღემდე და რას მოელით მისგან სამომავლოდ? ქალბატონი თქვენგან დავიწყოთ. რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტიური მხრივ, იმიტომ რომ თუ კი დავუშვათ აჭარაში სულ ამდენივე კლუბი იყო 2000 წელს, თუ კი გადავხედეთ ჩვენი ინიციატივით ეს გამოქვეყნებულ კლუბების რაოდენობას და მათ შორის აჭარის თვალსაჩინო 65-ს გადააჭარბა კლუბების რაოდენობა.
ეს უკვე დადებითი მუხტი არის, გადამდებისენი ვითარდა თითქმის ყველა სკოლას უნდა რომ თავის სკოლაში ჩამოაყალიბოს კლუბი, რომელიც უკეთესი იქნება და მოდრულად იქნება ხელის გამწველი სხვა კლუბებისთვის. შემდეგ ის არის ჩვენ მოსწავლეებმა, არა მარტო ჩემმა, ჩვენ ყველანი მოქმედებთ 65-ვე სკოლა ერთიანი პრინციპით, რომ სარგებელი მოუტანთ საკუთარ სკოლას, ამით მთლიან პროგრამას და აჭარის ორგანიზაციას და მთლიან გუნდს და ამოვუდგეთ გვერდში და ყოველ შემთხვევაში იყო ჩვენი რეგიონის ორგანიზაცია საკმაოდ წარმატებული და საწინდარი იმისა, რომ შესაძლებელია გაგრძელდეს ამ პროგრამის მოღვაწეობა და სურვილი აქვს სწორედ ჩვენი არის. ძალიან კარგი არის ის, რომ ასე აქტიური არის და გადამდები და ყველაზე მთავარი ის, რომ იმდენად გადამდები აღმოჩნდა ეს, რომ უკვე დაბალი კლასის მოსწავლეებიც შეიძლება ითქვას, რომ დაწყებითი საფეხურის ბოლო მეხუთე, მეექვსე კლასი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც ითხოვენ, რომ გახდნენ კლუბის წევრები. ძალიან მოსწავლეს აუხსნა, რომ დებულება არ ითვალისწინებს მათი ასაკის ჩართვას ამ სამოქალაქო ინიციატივებში, მაგრამ როდესაც იმდენი ადვოკატირების პროექტი განხორციელდა სკოლის მეშვეობით, როდესაც ვაკეთებდით სიმულაციას ადვოკატირების პროექტს, თხილად ბავშვები და შუქთიჩანი დამონტაჟებია სკოლის წინ, ბავშვებმა მოითხოვეს, რომ ეს ზუსტად თხილად ავტომობილია, როლის სიმულაციურ შემსრულებელი ყოფილიყენ პატარები. ასეც გავაკეთეთ იქნებ ეს ყოველ შემთხვევაში არ იყო დავარღვიეთ რაღაც კანონიკა, მაგრამ მეგვაჩნია რომ გახდა საწინდარი იმისა, რომ უფრო მეტი კლუბი ჩაერთოს. აუცილებლად, როდესაც მუშაობს კლუბი, ძალიან ხშირ შემთხვევაში ქალბატონი ნინო დამემოწმება, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაციები, რომლებსაც ჩვენ მიმართავთ, ყოველთვის გვიწვდის ხელს დახმარებისათვის და ჩვენთან ერთად თანამშრომლობს. მე აღნიშნე კიდევაც ცოტა ქვემოთ ვილაპარაკებ მეთქი ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც წარმოადგენს პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის, რომ არა კლუბების მუშაობა ნამდვილად არ დაგვიკავშირდებოდნენ და რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ორგანიზაციას აქვს იმის სურვილი, რომ გააგრძელოს მუშაობა ყველა იმ კლუბთან, რომელთანაც ოდესმე უმუშავია და ეს უბრალოდ ის კი არ არის უბრალოდ ახირება, ეს არის ნამდვილად ის შრომატევადი საქმე, რომელსაც ითეული კლუბი ახორციელებს იმისათვის, რომ იყოს რეალიზებული და საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ჩამოაყალიბოს საკუთარი მოქალაქეები. და სწორედ აი ამის გამო პარტნიორობა საგზაო საფრთხეებისთვის და ორგანიზაცია ELWA, ამერიკული ორგანიზაცია, East-West Management ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს, სახელწოდებით მეგობრული გზები და ჩვენ დაგვეკავშირდნენ და ძალიან მინდა რომ ეს კლუბების ჩართვა ამ ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ პროექტში სამუშაოდ იმისათვის, რომ ეს რა თქმა უნდა, ეს არის ურთიერთხელშეწყობა და პირველ რიგში ეს არის დანახვა იმ დიდი შრომისა, რომელსაც თითოეული კლუბის წევრი და მეურვე აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული იმასთან დაკავშირებით, რომ აღზარდოთ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქეობრივ ღირებულებაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ იმ სახელმწიფოს აუწყოს ფეხი, რომელსაც შემდგომ უკვე მათ შეუძლიათ ჩადგნენ აი ამ ფერხუში და საკმაოდ ძალიან დიდი კონტინგენტი მიიღონ ჩვენი აღზრდილი მოქალაქეების საშუალებით. უღრმეს მადლობა ქალბატონო მადენა. ბოლო კითხვით მინდა ბატონ გიორგის მიმართა თქვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ. უღრმეს მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც აპირებს, რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩართული სამოქალაქო კლუბები უფრო და უფრო გააქტიუროს. კვლავაც ვაპირებთ, რომ ყველა სკოლას მივცეთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო იმისთვის, რომ იმუშაონ, აკეთონ აქტიური მოქალაქეობისთვის ყველაფერი. და დარწმუნებულები ვართ ჩვენც, რომ ის 30%, რომელთაც მოცულია ეს პროგრამა, ანუ 30% სკოლებისა, კიდე გაიზრდება უფრო მათი რაოდენობა, იმიტომ რომ უფრო და უფრო მეტი აქტიური მოქალაქეები ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ მივიღოთ დემოკრატიული საზოგადოება, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და ჩვენ მართლაც უფრო და უფრო მეტი აქტიური მოქალაქე გყავდეს. მადლობთ. რადიო მსმენელებო, შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დაუშვათ კითხვების სტუმრებს, რითვისაც საჭიროა დაარეკოთ ნომერზე 27 53 91. ეთერში რამოდენიმე წუთის შემდეგ დავბრუნდებით, რის შემდგომაც მოწვეულ სტუმრებთან, სამოქალაქო კლუბნიკეს ლიდერთან მარიამ მორჩაძესთან და აქტიურ ბლოგერთან ალექს გიძინიძესთან ერთად ვისაუბრებთ იმ წარმატებულ ინიციატივებზე და აქტივობებზე, რაც სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აჭარაში განხორციელდა. დაგვალოდეთ. ჯაზის საათი. გაიგეთ ყველაფერი ჯაზზე. მოусმინეთ ლეგენდარული და თანამედროვე შემსრულებლების იმპროვიზაციებს ცნობილ თემებზე. რადიო აჭარის ღამის ეთერში, ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე. გადაცემა ჯაზის საათი. ყოველ სამშაბათს 17 საათსა და 10 წუთზე.
ცნობილი პიროვნებების ცხოვრებისეული ისტორიები გადაცემაში ჩვენი თანამედროვენი. FM 104.5. დაავადებები, მათი მკურნალობისა და პრევენციის გზები. ხალხური მედიცინის საიდუმლოებები. ყოველ ხუთშაბათს 17 საათსა და 10 წუთზე. გადაცემაში ჯანმრთელობა. FM 104.5. 6-დან 7-მდე. სხვადასხვა რაკურსით დანახული მოვლენები. მნიშვნელოვანი თემები და საინტერესო პიროვნებები გადაცემაში 6-დან 7-მდე. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით. ირმა ჩხაიძესთან ერთად. 6-დან 7-მდე. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 17 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა კომპეტენტური პასუხისღია ეთერში მოწვეულ სტუმრებთან ერთად გაიმართება დისკუსია კვირის მნიშვნელოვან თემებზე. მოусმინეთ, ჩაერთეთ დებატებში და მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. საათის ბოლოს ქართული რეტრო FM 104.5-ზე. ქართული რეტრო FM 104.5-ზე. ყოველ პარასკევს 18 საათსა და 10 წუთზე რადიო აჭარის ეთერშია საავტორო გადაცემა საუბრები მაკა ივანიშვილთან ერთად. საუბრობთ თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად. FM 104.5. პოეზია. თანამედროვე პოეტების ლექსები ტალღაზე FM 104.5. ყოველდღე რადიო აჭარის ეთერში პოეზია უპირველეს ყოვლისა. დაკვირტული კვირა გქონდა? ესე იგი, კარგი დასვენება გჭირდება. მომართე რადიო მიმღები 104.5-ზე და შეიქმენი ვიკენდისთვის შესაფერისი განწყობა. დილიდან. ყოველ შაბათ-კვირას 10-დან 12 საათამდე. გადაცემაში ვიკენდის დილა. რადიო აჭარის ოქროს ფონდი. ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ხმოვანი მატიანი. ეპოქალური პიროვნებების იშვიათი ჩანაწერები. ყველა თაობის მსმენელისათვის. ყოველ დღე ტალღაზე FM 104.5. არქიტექტურული ძეგლები და საკულტო ნაგებობები. უნიკალური ექსპონატები. ფოლკლორის ნიმუშები და პიროვნებები, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობა შექმნეს. ყოველ კვირას 17 საათზე. გადაცემაში აჭარის მარგალიტები. FM 104.5. ეთერშია ახალი ამბების გამოშვება. ყოველი საათის დასაწყისში აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახური. თქვენთვის და თქვენთან ერთად. კარგი მუსიკა, საინტერესო სტუმრები მათთვის უჩვეულო ამპლუაში. ალბათ მურა და რაც მთავარია, მხოლოდ პოზიტივი. ერთი სიტყვით, შემოგვია. ყოველ ოთხშაბათს თვარის კლუბი ისევ ღიაა შენთვის FM 104.5-ზე. რადიო აჭარა წარმოგიდგენთ. აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პროექტს საზოგადოების ხმა. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, არჩევნები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო ჩართულობის განვითარება. ყოველ ოთხშაბათს 19 საათზე რადიო აჭარის პირდაპირ ეთერში FM 104.5-ზე. გადაცემა საზოგადოების ხმა. FM 104.5. ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა.
სარეკლამო პაუზის შემდეგ დიაპაზონზე FM 104.5 პირდაპირ ეთერშია გადაცემა საზოგადოების ხმა. შეგახსენებთ, რომ დღეს თქვენთვის მუშაობენ სამოქალაქო კლუბ პირველების ლიდერი ანი პერტაია და ხმის ოპერატორი ქეთი ნათლიშვილი. სტუმრებთან კითხვების ან აზრის დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაგვირეკოთ ნომერზე 27 43 91. პირდაპირ ეთერში შემოგვიერთნენ სამოქალაქო კლუბ ნიკას ლიდერი მარიამ მორჩაძე და აქტიური ბლოგერი ალექსი კიძელიძე. ალექს, პირველი კითხვით შენთან გადმოვალ, როგორ დაბრუნდა ასკაჯი და რა არის მისი მთავარი მიზანი? მივისალმები ჩვენს რადიო მსმენელებს 2012 წელს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაბრუნდა აჭარის სამოქალაქო კლუბების ალიანსი, შემოკლებით ასკა, რომელიც აერთიანებს აჭარაში მოქმედ 30-მდე სამოქალაქო განათლების კლუბებს. ალიანსის შექმნის მიზანია მოახდინოს საერთო კოორდინაცია ამ კლუბებს შორის, რათა მათ შეძლონ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და წარმოაჩინონ თავიანთი საქმიანობა. ამასთანავე ალიანსი მოგიხსენებათ ნიშნავს პარტნიორულ თანამშრომლობას, ხელშეწყობას, თანადგომას, მხარდაჭერას. ეს ყველაფერი კი საჭიროა იმისათვის, რომ მივახციოთ მაქსიმალურ შედეგიანობას და ეფექტურობას. ალიანსის დაფუძნების დღიდან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ინიციატივებსა და პროექტებზე, თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან, ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ პირებთან. მარიამ, მაინტერესებს მცირე გრანტების კონკურსი პროექტით უნიგერიათ მონაწილეობა, როგორ საუბრობთ? პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ და ჩვენს რადიო მსმენელებს. ხო, რაც შეეხება ჩემს ინიციატივებს. დიახ, ჩვენმა კლუბმა არაერთი ინიციატივაში მიიღო მონაწილეობა. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დავწერეთ პროექტი სახელად დავეხმაროთ ბავშვებს ნათელი მომავლის შექმნაში, რომელიც ორ ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე საოჯახო ტიპის სახლიდან მივიყვანეთ ბავშვები მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც საზოგადოებას დავანახეთ მათი შემოგმეთებითი მხარე. ბავშვებმა შექმნეს ჩანახატები. ყველაფერი ეს კი აჭარის ტელევიზიამ გააშუქა. ხოლო მეორე ეტაპისთვის დავწერეთ ამ ბავშვების ისტორიები, რომლებიც შემდეგში ნახატებთან ერთად გამოვიცით კალენდრების სახით. ეს კალენდრები კი შემდეგ დავარიგეთ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენი მიზანი იყო ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში, ხოლო რაც შეეხება შედეგს, მართლაც რომ ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ამ ბავშვების ისტორიებით და დაიწყეს ფიქრი მათი მომავლის გაუმჯობესებაზე. და ალბათ ეხაც მიმდინარეობს ხო პროექტის შესახებ მუშაობა პროექტის. დიახ, რადგან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დღემდე ფიქრობენ მათი მომავლის გაუმჯობესებაზე და ფიქრობენ სხვადასხვა პროექტის დაწერაზე. ძალიან საინტერესოა. ალექს, მაინტერესებს რამდენად აქტიურად იყენებენ სამოქალაქო კლუბები ასკაჯის და როგორ ახერხებენ ინფორმაციის აბსორბციას. როგორც აღნიშნე აჭარის სამოქალაქო კლუბების ალიანსში, აჭარაში მოქმედი 30-მდე სამოქალაქო კლუბი შედის. თითოეული კლუბი ცდილობს თავის წარმოჩენას, ამიტომაც ისინი ხშირად იყენებენ ასკაჯის. ეს საიტი არის მნიშვნელოვანი საშუალება საკუთარი საქმიანობის წარმოსაჩენად. თითოეული კლუბის წევრს აქვს სამომხმარებლო პაკეტი, რის მეშვეობითაც ისინი ჩვენს ვებგვერდზე ათავსებენ სტატიებს თავიანთი კლუბების განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ორიოდე სიტყვით მინდა გაგაცნოთ ჩვენი საიტი. მთავარ გვერდზე თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ კლუბებს და მიიღოთ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. ასევე დაინტერესების შემთხვევაში მითითებულია საკონტაქტო რეკვიზიტები და სხვა. და რა მეინტერესებს, დავშვით საიტის შესახებ სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს აქვთ ინფორმაცია დავშვით ტრენინგებიდან და ასე შემდეგ. და ვიწყებს ამ ტრენინგებს თქვენ თუ ამ ტრეინინგებს ატარებს ბათუმის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი, მისი გადამზადებული პედაგოგები და ამ ჩვენი საიტის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდანაც ვრცელდება, რა თქმა უნდა. აი მარტივია ინფორმაცია. მარი, თუ შეგიძლია რომ გვესაუბრო რომელიმე გამორჩეულ ინიციატივაზე, რომელიც ჩემო კლუბმა განახორციელა. დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა უპირველეს ყოვლისა მინდა მართლა აღვნიშნო, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ყოველი ინიციატივა პროდუქტიული იყო, თუმცა გამოარჩევდი აქციას სიგარეტის წინააღმდეგ, რომელსაც 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ ამ პროექტში ბათუმის სხვადასხვა სკოლის კლუბები შემოგვიერთდნენ, რაც სწორედ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას უსვამს ხაზს. ეს ინიციატივა მოიცავდა მწეველ ადამიანებთან მისვლას, სიგარეტის ჩაქრობას და იმ წამიდან ზრუნვას რანსახ ცხოვრებაზე. ხოლო სიგარეტის ნაცვლად კი ჩვენ ინიციატორები გადავცემდით ტკბილეულებელსა და ხილს. ამასთან დაკავშირებით დიდი გამოხმაურება მოყვა მთავრობის მხრიდან. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის პირებმა დაგეგმეს მონიტორინგის გაკეთება, თუმცა ეს მხოლოდ იდეის დონეზეა და ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში წარმატებულად განვახორციელებთ.
და ეხლა კონკრეტულად აი რამე მუშაობა მიმდინარეობს? აი ეხლა არა, კონკრეტულად დღეს არა, რადგან ეს ინიციატივა მაინც 31 მაისს სტარტდება, ვიცით რომ ეს დღეა 31 როდესაც სიგარეტის წინააღმდეგ და ისწორედ 31 მაისს გავდივართ პარკში ან ბათუმის სხვა ადგილსა და ამწეველებთან მივდივართ და ვაქრობინათ სიგარეტს. საინტერესო და ალექს, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო კლუბებისთვის სოციალური მედიის კუთხით აქტივობა? იცით რა, სოციალური მედიის კუთხით აქტივობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია სამოქალაქო კლუბებისათვის. რაც არ უნდა წარმატებული იყოს სამოქალაქო კლუბი, მას სჭირდება რომ ის საქმიანობა ხალხს გააცნოს. ამ დროს ხდება სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება ამა თუ იმ საკითხზე, კლუბის გამოცდილების გაზიარება, ასევე კლუბების სტიმულირება და წახალისება, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ნოვიერების ამაღლებას. მარიამ, რამდენად იყენებს სოციომედიას და თუ არა აქტიური ბლოგერი? ისეთ ბლოგერობა მართლაც რომ ჩემი ყველაზე საინტერესო თემაა, რადგან დიდ წარმატებას მიაღწია ამის საშუალებით. 2012 წლის მარტი იყო, როდესაც დავიწყარი გამოცდილი ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს, რომლის შემდეგაც ვთქვი, რომ მინდოდა შემექმნა ჩემი საკუთარი ბლოგი და სახელად მოქალაქე ჟურნალისტი. სათაური რა თქმა უნდა მიგვანიშნებს იმ თემაზე, რომელსაც მე ყოველდღიურად ვეხებოდი. ის თვეები მართლაც ჩემს აქტიურ დღეებს მახსენებს, როცა ყოველ საღამოს ვემზადებოდი ბლოგში ახალი თემის დასაწერად. ამ ბლოგების საშუალებით ბევრი მკითხველი შევიძინე, ბევრ მათგანთან კი დღემდე ვაგრძელებთ მეგობრობას. ამ ბლოგზე წერ ბათუმის სხვადასხვა გლობალურ თემას, ვეხები ყველაფერს, რაც მტკივნეულია თუ არა მტკივნეული, რადგან ყველა საინტერესებს ის თემა, რომელიც ყველაზე აქტუალურია დღეს ბათუმში და მართლაც რომ მნიშვნელოვანია კონდეს ყოველს თუ არა ბევრ მათგანს ბლოგი. ეს მაინც ჩვენს აქტიურ მოქალაქეობას მიანიშნებს. ეხლა მაინტერესებს, ეხლა იყო თორშტები სოციომედიის ბანაკი. დიახ. და ალექსი, შენ ყავი ხო ბანაკში? და შეგიძლია რომ გითხრათ. დიახ, ეს ბანაკი ჩატარდა ბაკურიანში. იყვნენ ჯიპას ლექტორები ჩამოსული ჩვენს ტრენერებად და ჩაგვიტარეს ძალიან საინტერესო აი და დაუვიწყარი ტრენინგები. რა თქმა უნდა, გავიცანი უამრავი მეგობარი, ანუ ავიმაღლე ცოდნა, ცნობიერება ამა თუ იმ თემის შესახებ. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. მეც მინდა გავიხსენო ის შარშანდელი ჩვენი ტრენინგი, როდესაც ვიყავით ბაკურიანში, მაგრამ ჩვენ სანდრო ასათიანი თუ იცით, ეს არის ეს გვიტარებდა ჩვენ მართლაც რომ ძალიან ძლიერი და გამოცდილი ტრენერია, გვიტარებდა ტრენინგებს 4 დღის განმავლობაში ჩვენ მართლაც რომ დაუვიწყარი დღეები გავატარეთ, დიდი გამოცდილება შევიძინეთ, ვისწავლეთ როგორ შეიძლება გაუმრავლოფეროვნოთ ჩვენი ბლოგი, რამდენი ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინეთ და ვფიქრობ რომ მართლაც აუცილებელია ესეთი მასშტაბური საზაფხულო გაისინით ჩატარდეს ბანაკები. და სხვა ბანაკში მიგიღიათ, რომელ ბანაკში მიგიღიათ მონაწილეობა სხვა ბანაკში? მე მივიღე 2011-ში მონაწილეობა საზაფხულო ბანაკში ბაზალეზე. 5 დღე ბენდუკიძის ბაზაზე ვიყავით, 5 დღიანი, სადაც დიახ, ეს არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზა, სადაც 80 ადამიანი ვიყავით, ყველა რაიონიდან 10, თო რაიონიდან 10 და ჩვენ აქ ვისწავლეთ, როგორ შეიძლება დავწეროთ პროექტი. და ისწორედ ამ 4 თუ 5 დღის განმავლობაში მართლაც რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ისწორედ მგონი ამ 4 დღის შემდეგ ჩვენ დავწერეთ ინიციატივა და მართლაც გაგვიხორციელდა და დაგვიფინანსეს. და ვაღიარებთ ისიც რომ ბანაკების, სხვა ბანაკების, სხვა ტრენინგები და სხვა ინიციატივები რომელსაც ეს ორგანიზაცია ატარებს, გვეხმარება იმისთვის რომ გავისნათ უფრო ბევრი ბავშვი და შემდგომში ერთობლივად დავგეგმოთ სხვადასხვა პროექტები. დიახ, მართლაც რომ დიდ როლს ასრულებს ჩვენ ცხოვრებაში. გეთანხმებით და ეხლა მაინტერესებს რა სარგებელი მოგიტანოთ ზოგადად სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა? მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროგრამით, იმიტომ რომ გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, შევიძინე ბევრი მეგობარი, გავიცანი გამოცდილი ადამიანები და რავი, ყველა ჩემს თანატოლს ვურჩევ რომ ამ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. აი მეც ხმამაღლა ვიტყოდი რომ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ეს მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და ნებისმიერ ბავშვს ვურჩევდი რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში, რადგან 2011 წლის თებერვალი იყო, როდესაც მე ჩავერთი ამ პროგრამაში და დღემდე აქ ვარ და დღემდე თვლი რომ აქტიური მოქალაქე ვარ, მაგრამ აი სწორედ ამ პროგრამამ გამხადა მე ესეთი აქტიური, როგორც დღეს ვარ და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან
გარდა იმისა, რომ შენ უამრავ ადამიანს ეცნობი, უამრავ ტრენერებთან გაქვს შეხება, მიდიხარ ბანაკებში, გაქვს საკუთარი ბლოგი, ეხები ძალიან ბევრ ადამიანს საინტერესოს და შენ ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდი. და მაინტერესებს ზოგადად აქტიური მოქალაქეობა, ეს ტერმინი ძალიან ის თქვა ცნობილია ამ პროგრამის ფარგლებში და სხვა რა აქტივობა ის რა შეგვიძლია რომ გაიხსენოთ ისეთი, რაც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ. რამის თუ გაიხსენებთ ისეც. გავიხსენებდი ბევრად რა თქმა უნდა, აი მაგალითად ჩვენ ეს იყო 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე, როდესაც ჩვენ მას კლუბმა ნიკემ გიმნაზიის კლუბთან ერთად გადაწყვიტეთ ინიციატივის შექმნა. წავედით საოჯახო ტიპის სახლში ბავშვებთან, რადგანაც 1 ივნისი იყო, ეს ვიცით რომ ბავშვთა საერთაშორისო დღეა. შევაგროვეთ ფული, ვიყიდეთ წიგნები და გადავეცით მათ. ეს მართლაც რომ დაუვიწყარი დღე იყო მათთვის, ძალიან გავხარდათ. და გავუკეთეთ ესეთი ბიბლიოთეკა. ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში. ჩვენ საერთოდ დრო ამოიწურა. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ სამოქალაქო კლუბ პირველების ლიდერი ანი პერტაია და ხმის ოპერატორი ქეთი ნამსლიშვილი. დღევანდელი გადაცემა დასრულდა. შეგახსენებთ რადიო პროექტის საზოგადოების ხმა ყოველ ოთხშაბათს საღამოს 19 საათსა და 15 წუთზე გავა. უსმენთ აჭარის რადიოს FM 104.5-ზე.